მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ეს ნიკო ნიკოლაძის სახელმძღვანელია, მე გიორგი ფანცულაია. გამარჯვებთ ჩვენს ტრადიციას, ვიდეო ექსკურსიებს ნიკო ნიკოლაძის სახელმძღვანელიდან. ამჟამად ნება მომეცით წარმოგიდგინოთ სახელმძღვანელოში აი ამ ცოტა ხნის წინ უვადოდ გამოფენილი ბატონი რამაზ ბობოლაძის ნიკოსეული ნივთების კოლექცია. ამ ნივთების სახელმძღვანელოში წარმოდგენისათვის და გამოფენისათვის ბატონ რამაზ ბობოლაძეს რა თქმა უნდა უღრმეს მადლობას მოვახსენებთ. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ნიკოლაძისეული სტერეოსკოპი. ეს არის ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც მის წინ სტერეო ბარათებს განათავსებდნენ. და ამ სტერეო ბარათების დათვალიერება, ვიზუალიზაცია აი ამ სტერეოსკოპის მეშვეობით უკეთ იყო მოსახერხებელი. მოგეხსენებათ დღეს 3D ფორმატის ვიზუალიზაცია თანამედროვე მიღწევად ითვლება, ასეცაა. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა ხელსაწყო სტერეოსკოპი, რომლის მეშვეობითაც ეგრეთ წოდებული სტერეო ბარათების დათვალიერება აი ამ ხელსაწყოს მეშვეობით ფაქტიურად 3D ფორმატში იყო შესაძლებელი. ამისთვის მარტივი რამ იყო საჭირო. სტერეო ბარათი სტერეოსკოპის წინ უნდა ჩამაგრებულიყო, რის შემდეგაც მისი დათვალიერება უფრო ხელსაყრელი იყო. ნიკო ნიკოლაძე და მისი ოჯახი მოგზაური ადამიანები იყვნენ. წელიწადში რამდენჯერმე მაშინდელი ევროპის მასშტაბით მოგზაურობდნენ. არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ რათა მაშინდელი ინოვაციები ტექნიკის მიღწევები შეესწავლათ და ეს ყველაფერი მერე ინიციატივების სახით საქართველოში წამოეყო. მათ შორის ჩამოჰქონდათ ევროპიდან საინტერესო ნივთებიც. როგორც მოგზაურ კაცს, ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა ეგრეთ წოდებული მოგზაურის სალაშქრო ხელჯოხი. იაქციეთ ყურადღება, როცა იგი გადაადგილდებოდა, მას დაამარცხებულად ხელში დაიჭერდა, მისი ზედა ნაწილი გაიშლებოდა, პირით მას ნიადაგში ჩაამაგრებდა და რა თქმა უნდა ლაშქრობის დროს მასზე ჩამოსვენება შეეძლო. აი ეს ექსპონატი ასევე გამოიყენებოდა როგორც მონადირის ძელსკამიც. როცა ნიკოლაძეები ნადირობდნენ, მასთან წაიგებდნენ, ანალოგიური პრინციპით წინაპირით მიწაში ჩაამაგრებდნენ, ზედა ნაწილი ჩასაფრების დროს გაიშლებოდა და მასზე მონადირეს ჩამოჯდომა შეეძლო. ნიკოლაძე თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარული კაცი იყო, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების. მას ჰქონდა რადიომიმღები, მაშინდელი უნიკალური თანამედროვე მოდელი, რომლის დათვალიერებაც დღეს თქვენ შეგიძლიათ ნიკო ნიკოლაძის სახელმძღვანელოში კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რისთვისაც კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ბატონ რამაზ ბობოლაძეს. მოგხსენებათ, საქართველოში ეგრეთ წოდებული პირველი სელფი ნიკო ნიკოლაძემ გადაიღო. უფრო სწორად ნიკოლაძე პირველი ქართველია, ვინც ეგრეთ წოდებული სელფი გადაიღო. ამისთვის მას ფოტოკამერები ჭირდებოდა. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ნიკოსეული ერთი ფოტოკამერა, რომელიც განსხვავებული ვიზუალის გახლავთ ამერიკული კოდაკის წარმოების ფოტოკამერისაგან, რომელიც ჩვენთან დაცულია და იგი ასე გამოიყურება. ნიკოლაძე და მისი ოჯახის წევრები არაერთ საინტერესო ფოტოს იღებდნენ აი ამ ფოტოკამერის მეშვეობით. ნიკოლაძისეული პუბლიცისტური მემკვიდრეობა დღეს 11 ტომეულის სახითაა გამოცემული. უფრო მეტი ნაწილი ან არანაკლები რაოდენობა გამოცემას ელოდება. ამ ყველაფრისთვის ნიკო ნიკოლაძეს ჭირდებოდა საბეჭდი მანქანები. აი ერთ-ერთი მათგანი ბატონი რამაზ ბობოლაძის კოლექციიდან თქვენს წინაშე გახლავთ წარმოდგენილი, ვინ იცის ნიკო ნიკოლაძემ აი ამ საბეჭდი მანქანის მეშვეობით რამდენი საინტერესო წერილი დაწერა, რომელთაც აკითხვა თქვენ მისი პუბლიცისტური მემკვიდრეობის ტომებში გირჩევენ, შეგიძლიათ და მე აუცილებლად გირჩევთ რომ წაიკითხოთ. ამ ოთახში ნიკოლაძეს დიდარი ბიბლიოთეკა ჰქონია განთავსებული. სამწუხარო 20-იან წლებში, როდესაც ნიკო ნიკოლაძე გააკულაკეს, მაშინ დაარბიეს მისი ბიბლიოთეკის უდიდესი ნაწილი.
მაგრამ ზოგიერთი მათგანი გადარჩა და თქვენს წინაშეა წარმოდგენილი. თქვენ ხედავთ 1888 წელს გიორგი ქართველიშვილის რედაქციით გამოცემულ ზიჩისეულ ვეფხისტყაოსანს. ცნობილია, რომ ნიკო ნიკოლაძე იცნობდა მიხაილ ზიჩს. ისიც ცნობილი გახლავთ, რომ ტარიელის ერთ-ერთი პროტოტიპი უნდა ყოფილიყო ნიკოლაძის ცოლის ძმა, ცნობილი ქართველი მხატვარი დავით გურამიშვილი. ნიკოლაძისეული კარბელაან ტკილო, მოგეხსენებათ ძმები კარბელაშვილების დამსახურებით, ფაქტობრივად ქართული მრავალხმიანობა და ქართული გალობა გადარჩა განადგურებას. ვახტანგ სამართლის კრებულის რეპრინტი, ჩვენ არ ვიცით რა გზით აღმოჩნდა იგი ნიკოლაძისეულ ბიბლიოთეკაში, ასევე ვხედავთ საფრთხისმსახურო ლიტერატურას, ფრანგული ბანკისაგან ფულის სესხების დოკუმენტს და მისი ჯიბის კალენდარს. თუ გინდათ, ეს და სხვა საინტერესო ნივთები თქვენი თვალით ნახოთ და გაიგოთ, როგორ ცხოვრობდა პროგრესული მოწინავე ქართული საზოგადოება მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ასევე გაეცდოთ იმ საინტერესო ისტორიებს, რითაც თითოეულმა თქვენგანმა შეიძლება იამაყოთ და ინსპირაცია მიიღოთ, მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა ეწვიოთ სოფელ ჯიხაიში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს. ყოველდღე გარდა ორშაბათისა.